დავიწყე დაშლა ეს დროებითი ავტომატი რაც მე დავუყენე ახლა ისევ ამასაც მოუხსნი მთლიანობაში დავშლი ამ ძველ ელექტროკარადას აქ ძალიან ბევრი სამუშაოს ჩატარება დამჭირდა და თანმიმდევრულად იქნება დაახლოებით 3-4 ვიდეო და შეგიძლიათ თანმიმდევრულად უყუროთ ამ დეტალებს, იმიტომ რომ ერთ ვიდეოში ფიზიკურად ვერ ჩავდევდი. აქვე გეტყვით რომ ცენტრალური დენის გამორთვა ვერ შევძელით, რადგან ენერგო კომპანიამ განცხადება მოითხოვა, განცხადების საფუძველზე მოვიდა და მოურიგე ჯგუფი გამორთავდა და ეს ძალიან გაიწელებოდა, ამიტომ აქ მიწევს მე ჩართულ დენზე მუშაობა, თუმცა აქვე გეტყვით რომ მას ჩავხსნი ხილად იზოლენტას დავახვევ და გავაგრძელებ ასე მუშაობას, თუმცა თქვენ არ გირჩევთ მსგავსი ტიპით მუშაობას, იმიტომ რომ უსაფრთხოების სტანდარტი ამას გრძალავს და მე ორმაგი რეზინის ხელთათმანები მიკეთია ყოველი შემთხვევისთვის, თუმცა მარტო ხელთათმანების იმედზეც არ უნდა ვიყოთ. ცველებს რაც შეეხება, ეს ცველები იმუშავებდა, რადგან 20 წლის მეტი არის ეს ელექტროკარადა მუშაობს, 20 წელზე მეტია. გადატვირთვაზეც იმუშავებდა მცველი და დამოკლებაზეც აუცილებლად ორივე შემთხვევაში მცველი დაიწებოდა და გაწყდებოდა კავშირი, გათიშავდა დენს, თუმცა თვითონ მცველის კონტაქტს გაუჩნდა ხანძარი. ანუ ალბათ კონდა სისუსტე და გადატვირთვის დროს ხურდებოდა და შემდგომ მის ირგვლივ პლასმას გაუჩნდა ხანძარი, რამაც უკვე მობინადრეები დაშოკა და რა თქმა უნდა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც კედელში სადღაცას ხანძარი გაჩნდება, აუცილებლად ეს გამოიწვევს შოკს. ალბათ იწვევოდა დროთა განმავლობაში ეს მცველები და იცვლებოდა, რადგან რაც გავხსენით და ნახე ქარხნული მცველი არც ერთი არ იყო, ეთქობოდა შენაცვლელი და ზოგ მცველზე სპილენძიც კი იყო გადახვეული, რომ გუსარულად იყო გაკეთებული. ეხლა არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც მე ფაზურ და ნეიტრალურ დენს საიზოლაციო ლენტი გავუკეთე და ვაგრძელებ უკვე დაშლას. მთლიანად დავშლი ამას. აქვე გეტყვით რომ წინ ბევრი სირთულე შემხვდა მე პატრონეს ბევრი რამ შევთავაზე რომ მთლიანად რკინის ბუდეს ამოვიღებდი, ეს ელექტროკარადაც ძალიან ძველია და ახალ ამომრთველებს არ შეესაბამება. საერთოდ არ აქვს მას DIN რელსი, DIN რეიკის ფუნქციის შემქონე რელსი, ამომრთველი მასზე რაც აქვს არ დადგება, ამის ჩაჭრა მომიწია შემდგომ ვიდეოში ნახავთ ბალგარგით როგორ ჭრია მას, ხსახეხით ბატონო. ასევე საერთოდ ხედავთ რომ არ აყენია ავტომატური ამომრთველი, არ აყენია მარტო აყენია პირველი იზოლატორი, რომლის საშუალებითაც ხდებოდა მექანიკურად აწევ ჩამოწევა და გაშვება დენის და უბრალოდ მცველები. არ აყენია მინიმალური RCB ან RCCB ან RCD, რომელიც გაჟონისგან დაიცავდა და ალბათ ენერგო კომპანიას დისტრიბუტორს უყენია დავლა ავტომატური ამომრთველი და იმის იმედზე იქნებოდნენ, არ ვიცი. თვითონ ენერგო კომპანია ამ ძველ ელექტროკარადებზე რატომ აგრძელებს მის მიწოდებას, არ ვიცი ამ ელექტროენერგიის, თუმცა ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი სამუშაოები და ვნახოთ ბოლოში რა გამოვა. ერთადერთი მინდა აღვნიშნო, რაც ძალიან კარგი არის, ეს არის დამიწება. შევამოწმე, მუშა დამიწება არის და ეს მომეწონა. დამიწების კვეთებიც კარგად არის განსაზღვრული, შემომსვლელიც და სიმძლავრების მიხედვით გამსვლელ სადენებზეც კარგად არის განგარიშებული, ანუ ამ მხრივ ძალიან კარგი არის დამიწების თვალსაზრისით. ასევე სადენები არის კარგი ხარისხის. შემომსვლელის და შიდაქსელის სადენებით. ყველაფერი მილებში არის ჩადებული და როდესაც მილებში იდება სადენები, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ რომ კაბელი დამატებით სიმხურვალის ზემოქმედების ქვეშ არის, რადგან გაგრილებას ვერ ახერხებს და ამიტომ გარე იზოლაციის მქონე სადენები არ უნდა ჩაიდოს მილში. მხოლოდ ერთი იზოლაცია, ანუ სადენზე არსებული იზოლაცია. ჩვენ შემთხვევაში რო გვაქვს
ორმაგი იზოლაციის სადინები, გარე იზოლაცია და შიდა იზოლაცია, აქ უკვე გარე იზოლაცია არ შეიძლება, რადგან დახურულ სივრცეში მილში ტემპერატურა მაღალი არის, კაბელი გაგრილებას ვერ ახერხებს და ეს შემდგომ გამოიწვევს გადახურებას და საბოლოოდ ცუდ შედეგებს.